მოგესალმებით ყველას, პირველ რიგში გილოცავთ შობა ახალ წელს, ბედობას, ვისურვებთ რომ ძალიან კარგი თევზაობები დაგვერდებოდეთ 2019 წელს. დღეს ჩვენ გვექნება უშუალო გადაცემა, რადგანაც გამოვიდით თავისუფლების მოედანზე და მიმართავთ მოქალაქეებს, ძალიან გვაინტერესებს უყურებენ თუ არა ჩვენს გადაცემას თევზაობის დროს და მოდით დრო არ დავკარგოთ, გადავინაცვლოთ და აუცილებლად გადავცემთ ჩვენ მათ გამოკითხულ ადამიანებს, პატარ-პატარა საჩუქრებს, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან გაახარებთ მათ. მოდით დავიწყოთ. გამარჯობთ. გიყვართ თევზაობა? ძალიან, მაგრამ არ ძალიან. კარგი, მადლობა, გრავალს დაესწარით. გამარჯობა. თუ უყურებთ გადაცემა თევზაობის დროს პოსტივიზე? თევზაობის დროს მე რო თევზაობ? ჩვენ თევზაობთ, გვაქვს გადაცემა პოსტივიზე თევზაობის დრო. და გიყვართ თევზაობა ზოგადად? კი. რა სტილით თევზაობთ? ანკესით. ანკესით. ძალიან კარგი. მე მინდა რომ პატარა საჩუქარი გადმოგცეთ. მინდა რომ უფრო დაინტერესდეთ თევზაობით და ეს არის სათევზაო ძო, რომელსაც გადმოგცემთ და გილოცავთ შობა ახალწელს. გიყვარს თევზაობა? კი, თან ძალიან. ძალიან კარგი. გიყვარდეს თევზაობა და ითევზავე სპორტულად. მადლობა. აიხარ გილოცავთ ნახვამდის. მადლობა. ძალიან კარგი ახალგაზრდობა, დაინტერესებულია თევზაობით და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ გაგვეძდება ისეთი თაობა, რომლებიც ბუნებას მოუფრთხილებიან და აუცილებლად სამომავლოდ ძალიან კარგი მდგომარეობა იქნება ჩვენს ბუნებაში. მოკლედ გავაგრძელოთ. გამარჯობა. გიყვართ თევზაობა? კი. თევზაობთ? რა სტილით თევზაობთ? ნაჩნარი ხარ თევზი. ნებისმიერ. კარგით, მაშინ ჩვენ პოსტივისგან, თევზაობის დროსგან გადმოგეცემათ პატარა მცირედი საჩუქარი და დარწმუნებული ვარ რომ უფრო ხშირად ითევზავებთ და გაუფრთხილებით ბუნებას. მადლობა, დიდი მადლობა. მრავალ დაესწარით. მადლობა, მე წასწრებ. კარგად. შვენიერი კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც უყვარს თევზაობა. გავაგრძელოთ. გავისეირნოთ. როგორებს ხوار ვკითხოთ? არა ხო? გამარჯობა. შენ მაინც გითხარი თევზაობ თუ არა, ძმობას გაფიც. კიო. გამარჯობაც. თუ გიყვარს თევზაობა? კი. რა სტილზე თევზაობ? რავი, სპორტი. ჩვენს გადაცემას თუ უყურებ პოსტივიზე თევზაობ? კი. ძალიან კარგი. მოდი მაშინ მე საჩუქარს გაიგეთე პატარას და ესეთი ორი ცალი ტივტივა დარწმუნებული ვარ ბევრ თევზს დაიჭერ. მადლობა. მრავალს დაესწარი წინასწარ შობას გილოცავ. თქვენც ასე. კარგად იყავი. ძალიან კარგი ახალგაზრდობა, მოკლედ თევზაობს. ძალიან კარგია, გავაგზავნოთ, გავიაროთ და ვნახოთ კიდევ რამდენი ადამიანი თევზაობს საქართველოში. გამარჯობა, გამარჯობა. თევზაობა თუ გიყვარს? კი. გიყვარს რა სტილი თევზაობა? სპინინგით. ძალიან კარგი სპინინგი. მაყურებელიც. გაიხარე, ანუ ჩვენს გადაცემას რა ქვია თუ იცი? ფიშ ენ ფიშინგით. ეს არის YouTube არხი, პოსტივიზე გვაქვს გადაცემა თევზაობის დრო. დიახ. ანუ უყურებ. კი. ძალიან კარგი, მოდი მე შენ პატარა საჩუქარს გაიგეთე, ხო? ხვავე, რადგანაც თევზაობა გიყვარს და სპინინგით გიყვარს თევზაობა, ესეთი ხელოვნური სატყუარები და გადმოგცე. დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ ბევრ თევზს დაიჭერ. გილოცავ შობა ახალწელს. მადლობა. ნახვამდის, კარგად გაიხარე. ძალიან კარგი, ჩვენი მაყურებელი კიდევ ერთ. ნახვამდის. გამარჯობა, თოვლის ბაბუა. გამარჯობა. გილოცავ შობა ახალწელს. მეც გილოცავ. თუ გიყვარს თევზაობა? თევზაობაზე რა გითხრა? თევზაობა არ მიყვარს და სპორტი მიყვარს გავოცემით. თევზაობა სპორტია ზოგადად. ასე რომ მე მინდა დარწმუნებული ვარ რომ წელს თქვენ საჩუქარს სხვა თოვლის ბაბუა არ გაჩუქებდათ. ამიტომ მე მინდა თქვენ გაჩუქოთ სათევზაო აღჭურვილობა დარწმუნებული ვარ ოჯახში გეყოლებათ ვინმე ისეთი ადამიანი რომელსაც გამოადგენ. დიდი მადლობა. გაიხარეთ, მრავალს დაესწარით. იხარეთ და იზღიზელეთ. მადლობა. გაიხარე, ნახვამდის. ძალიან მაინტერესებს ბიჭების გარდა თუ თევზაობენ გოგოები. ამიტომ მოდით ერთ-ერთი ადამიანი გოგონა ავირჩიოთ, აი მოდი მივყვეთ, იმიტომ რომ ესე საინტერესოდ მიდის. მოდი დავეციოთ და ვკითხოთ თუ უყვარს თევზაობა. გამარჯობა. თევზაობა თუ გიყვართ? თევზაობა მე პირადად არა, მაგრამ მამაჩემი თევზაობს და სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის მისთვის. რა სტილი თევზაობს? ანუ უბრალოდ იჭერს თევზს. ბადით იჭერს თუ ანკესით? ანკესით. ძალიან კარგი, ანუ როგორც წესია და კანონი, რაც გზასაც გვაუდებულებს, ისე თევზაობს. ნუ კი. კარგი, მოდი მაშინ მამიკოს, ხო? მამიკოსთან გავატანოთ პატარ-პატარ საჩუქრები, ხო? მამიკოსთან ერთი ტივტივა გავატანოთ. მადლობა.
ნემსკავები გავატონოთ და სათევზაო აღჭურვილობა რა ძალიან გამოადგება, ხო? მადლობა იმედია მართლა გამოადგება. გილოცავ შობა ახალწელს. მადლობა თქვენს გილოცავ. აი ხარი, მადლობა ნახვამდის. წავიდეთ, გადავინასვით. უყვარს თევზაობა ლევანას. არ გინდა? შენ გიყვარს თევზაობა? კი. რა სტილი თევზაო? რა უჩვეულებრივად აკესი. აკესით, ხო? რა ქვია სახელი? მარი. მარი. ახლა მარი თევზაო სპორტულად. ურებთან და ვიცი თქვენი. შენ რა ქვია სახელი? მილა. მილა, გიყვარს თევზაობაში? კი. რატო გაიკვირვე? იცი რა არის თევზაობა? ხა? თევზაობა იცი რა არის? კი. აბა მითხარ. რატო? რა არის თევზაობა? შენ ხო იცი და მე რა? მე ვიცი, მაგრამ შენ თუ იცი. ვიცი. კარგი, მილა, მოდი მე შე რაღაც უნდა გაჩქო, ხო? აქ დარწმუნებული ვარ, ესენი არ მოგაგებინებენ. მოდი მე გაჩქო. უკაცრავად, მოდი შეხ. ჩემ გასაჩქარი. საჩუქარია, აბა გახსენი. მოდი ჩვენ ვცისრულოთ თელი. მილა, მადლობა თოვლის ბაბა. შობა ახალწელს გილოს. გაიხარა. შენ ტურნირებზე უნდა შემოგვიერთდე ისე ლაპარაკო. როგორ მოგეწოდათ ჩვენთან თამაში? სასწაულია. ჩვენ მოიგეთ საჩუქარი ამოირჩიეთ. საჩუქარი ამოვირჩიოთ. ნებისმიერი რომელიც თან დაგიხარდებათ. დიდი მადლობა, მრავალ დაესწარ გილოცავ ჩობა ახალწელს. მილა, ნახე რა მაქვს შენთვის? კიდევ ერთი საჩუქარი. მილა, მადლობა. გაიხარე, მრავალ დაესწარი. კარგად იყავი, აბა? მადლობა ბიჭებო, გაიხარე. გამარჯობა, თევზაობა თუ გიყვარს? კი. რა სტილი თევზაობა? ანუ ზოგადად გადაცემა მოხრეს. ავარი ანკესზე ითევზაო, ანკესზე. ბადით არ უნდა ითევზაო, ხო? გილოცავ შობა ახალწელს და პატარა საჩუქარს გაგიკეთებ, თუ რა თქმა უნდა დამპირდები რომ სპორტულად ითევზავებ, თუ ითევზავებ ოდეს. სპორტულად. სახელი? მახო. კარგი, მოდი მე პატარა საჩუქარს გაგიკეთებ. დამწყებ მეთევზეს ყოველთვის ჭირდება ტივტივა რომ დაიწყოს ტივტივით თევზაობა. ამიტომ მე შენ მინდა გადმოგცე 2 ცალი ტივტივა, რომელიც დარწმუნებული ვარ გამოგადგება დასაწყისისთვის. მადლობა ძალიან დიდი. აი ხარ შობა ახალწელს გიგ. მადლობა. ახალწელს. ხედო სათხარ, გამარჯობა გენაცვალ, წავედით. ვიფასო მაყურებლებო, ამით ჩვენი გადაცემა მივახლოვდა დასასრულს. ძალიან მიხარია რომ გვეზრდება ისეთი თაობა, რომელიც იწყებს სპორტულად თევზაობას და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში აღარ გვეყოლებიან ეგრეთ წოდებული უკანონო ბრაკონიერები, რომლებიც ანადგურებენ ჩვენს გარემოს და უქმნიან პრობლემას ზოგადად წყალსაცავებს, აბინძურებენ გარემოს. ამით დაგემშვიდობებით, როგორც ყოველთვის, წარმატებულ თევზაობას გისურვებთ და დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე წინ ძალიან საინტერესო გადაცემები გველოდება. ნახვამდის.